ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას ხეტყის სარგებლობის მონოპოლიაში ადანაშაულებს. გიორგი გუგავას განმარტებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში გამოყოფილი ტყეკაფით სარგებლობას მოსახლეობა შესაბამისი ბილეთების მიუხედავად ვერ ახერხებს და ზამთარს გათბობის გარეშე ხვდება. ლეიბორისტულ პარტიაში ვარაუდობენ, რომ მოქმედი ხელისუფლება ხეტყეს პირადი სარგებლობისთვის იყენებს, მოსახლეობის პრობლემებს კი არ ითვალისწინებს. პარტიისა და მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებმა დღეს აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მოთხოვნით აჭარის მთავრობის წინ აქცია გამართეს. დეტალები თემასთან დაკავშირებით იხილეთ მომდევნო გამოშვებაში. ეს ხელისუფლება ექსკლუზიურად თვითონ ახორციელებს ხეტყის მოჭრას, განადგურებულია მთელი ჭოროხის ხეობა. ეს ხე მასალა გააქვთ უცხოეთში, ყიდიან, მილიონებს აკეთებენ, ხოლო გლეხს, როდესაც საშეშედ ჭირდება მასალა, იმის საშუალება არ აქვს, რომ ის ტყიდან გამოიტანოს. მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა აღებული აქვს და თანხა გადახდილი აქვს ამაში. გასულ წელს ბილეთი გამოწერილი, დღესაც ჯიბეში მიდევს და არ გვაძლევია ნებართვას, რომ გამოვიტანოთ შეშა. ახლა რაღაც გამოიტანო, გათხოვდა და ძროხში გავიგავდა ეს ბილეთები გადახდილი ფული ან ბილეთები გაგვინახონ, ფული დაგვიბრუნონ, ან შეშა მოგცენ. ეს ნებართვა აღებული გვაქვს 2013 წელში ავიღეთ ეს ნებართვები და მაშინ გვითხრეს, რომ თუ ვერ მოასწარით ამ ზამთარში გამოტანაო, ამასო ჩვეულებრივად 1 წელი აქვს ვადაო და 1 წლის განმავლობაში ამას გაამზადებთ და გამოიტანთო. ჩვენ ეს ხეები მოვუჭერით, დავამზადეთ, დავაწყეთ იქა და ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ბილეთებს 2014 წელში ვადა გაუვიდაო.